ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ძლიერდება ზაფხულის სეზონთან ერთად, როდესაც ხანძრის რისკი იზრდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრევენციულ ღონისძიებებს აძლიერებს. სახელმწიფო ტყის 350 ლოკაციაზე საინფორმაციო ბანერები განთავსდება, სადაც QR კოდის საშუალებით მოქალაქეები ტყეში უსაფრთხო ქცევის წესებსა და მოქმედ შეზღუდვებს გაეცნობიან. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს კამპანია, რა რჩება ტყის ხანძრების მთავარ გამომწვეულ მიზეზად და როგორ შეიძლება მათი პრევენცია, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილია, დილიდან ჩვენი სტუმარი, ძალიან საჭირო რჩევით ალბათ თითოეული მოქალაქისთვის. მოგესალმებით ალბათ ნათია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დაიცავი ტყეში ქცევის წესები, ამ კამპანიამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო, როგორც ვახსენეთ უკვე QR კოდის საშუალებით, რომელზეც ბანერზე იქნება დატანილი, მომხმარებელი ძალიან მარტივად შეძლებს ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაციის ადგილზე გაცნობას. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე, რამდენად დიდი და მასშტაბურია ეს პრობლემა, რადგან სამწუხაროდ ვიცით, რომ სწორედ ადამიანური ფაქტორია ხოლმე გამსაზღვრელი ტყის ხანძრების. როგორია თქვენი მოლოდინი, რას მოიცავს ეს და პრევენციული კუთხით რა შედეგს მოიტანს? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ტრადიციულად გვაძლევთ საშუალებას განსაკუთრებით აქტიური დასვენების პერიოდის დაწყებამდე, რომ ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმ ძალიან ელემენტარული წესების შესახებ, რომელიც უნდა დაიცვან, როდესაც ტყეში გადავაადგილდებით, ვისვენებთ და ასე შემდეგ, იმისთვის რომ ჩვენმა დაუფიქრებელმა ქცევამ არ გამოიწვიოს ის მასშტაბი, რაც ტყის ხანძარს მოაქვს ხოლმე. თქვენ ძალიან სწორი ბრძანეთ, სწორედ ადამიანის დაუდევრობაა სტატისტიკის მიხედვით ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი წყარო, გვხვდება რა თქმა უნდა ბუნებრივი ხანძრებიც, თუმცა ძალზე იშვიათად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ კამპანიის სახე მიიღოს აი ამ მოწოდებებმა. საკმაოდ მარტივია ის წესები, რომელიც უნდა დავიცვათ, თუმცა ჩავთვალეთ, რომ აი საინფორმაციო გამოფრთხილებელი ბანერები, რომლებიც წელს კიდევ დამატებით 350 ადგილზე განთავსდა, თუმცა ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო მეტი ტერიტორია მოვიცვათ, უფრო ინფორმატიული ყოფილიყო და QR კოდის საშუალებით გარდა იმ ძირითადი ტექსტისა, რაც პირდაპირ შეიძლება წავიკითხოთ საინფორმაციო გამოფრთხილებელ ნიშანზე, კიდევ უფრო დაწვრილებით გავიგოთ ტყეში ყოფნის წესები, ის აკრძალვები, რაც მოქმედებს, მაგალითად ის, რომ არ შეიძლება კოცონის დანთება ხეების ვარჯის ქვეშ, არ შეიძლება გამხვარი ბალახების ადგილზე დავანთოთ ცეცხლი და ამისთვის უნდა მოვამზადოთ წინასწარ ცეცხლის ასანთები, ბაქანი და რა თქმა უნდა დავწმუნდეთ, რომ ჩვენი ტერიტორიის დატოვებამდე ეს კოცონი არის ძალიან კარგად ჩამქრალი. ქალბატონეთია, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა, ნებით დუვნებლიეთ რა არის მოქალაქეების მხრიდან? სხვათა შორის ხშირად გონიათ, რომ მხოლოდ არასწორად დანთებული კოცონია ხანძრის გამომწვევი წყარო ტყეში, თუმცა აქ უფრო ფართო მასშტაბიან პრობლემასაც ვეხებით, ეს არის დაბინძურება. აი ეს პლასმასა ნარჩენები, რასაც ჩვენ ტყეში ვტოვებთ, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის გამოწვევა ჩვენთვის. მაღალი ტემპერატურის პირობებში შეიძლება გახდეს თვითადებადი და ამანაც გამოიწვიოს ხანძარი. ამიტომ ნებისმიერი რამ ნარჩენების დატოვება ტყეში, არასწორად დანთებული კოცონი, ამას პირდაპირ მივყავართ მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანძართან, ან შემდეგ ართულებს უკვე მის ჩაქრობას და დროულ რეაგირებას. 350 ლოკაცია ვახსენეთ, რის მიხედვით არის შერჩეული და იდენტიფიცირებული თუ არის აი ყველაზე მეტად პრობლემური რეგიონები და ტერიტორიები, სადაც ყველაზე ხშირია მსგავსი პრობლემა. დიახ, რა საკვირველია, ჩვენთვის არის ასე ვთქვათ, ცხელი რეგიონები, სადაც სტატისტიკურადაც უფრო მეტი ხანძარი ხდება ხოლმე, გამოვარჩევდი სამცხე-ჯავახეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს. აი ეს ტერიტორიები ჩვენ რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით გვაქვს შერჩეული. პირველ რიგში რა საკვირველია, ვითვალისწინებთ იმას, სად არის ყველაზე მეტად რეკრეაციული დატვირთვა, სად მიდიან ადამიანები ბუნებაში დროის გასატარებლად. პარალელურად ვცდილობთ, რომ ასეთ ადგილებში ელემენტარული ინფრასტრუქტურაც იყოს მოწყობილი, იგივე საკოცონე, სადაც გაცილებით უსაფრთხოდ შეიძლება კოცონის დანთება პიკნიკისთვის. არის გზების მიმდებარე ტერიტორია, სადაც ძალიან ხშირად არის ხოლმე უდიერად თუნდაც სიგარეტის ნამწვის გადაგდების შემთხვევებიც და სწორედ ასეთ ადგილებს ვანიჭებთ პირველ რიგში პრიორიტეტს მიღმა იმ დატვირთული ადგილებისა, სადაც სხვადასხვა სამეურნეო ღონისძიებებიც ხორციელდება და შეიძლება ესეც კი გახდეს დაუდევრობის შემთხვევაში ხანძრის წყარო. ქალბატონეთია, ტურისტულად ძალიან აქტიური პერიოდი იწყება ახლა, შესაბამისად საინტერესოა ტურისტებს თუ ექნებათ ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მათთვის სასურველ ხელსაყრელ და საჭირო ენაზე.
დიახ, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ინფორმაცია ორენოვანია, ქართულ და ინგლისურ ენებზეა განთავსებული და შესაბამისად ყველას ექნება საშუალება, ვინც ამ ენას ფლობს, რომ მათ შორის საერთაშორისო ვიზიტორებსაც რომ გაეცნონ იმ წესების დაკრძალვების შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით მოგვიწევს. კი ბატონო და ხშირად რეგულაციების შესრულების წინაპირობა, როდესაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ არის ხოლმე საკმარის ხარისხში, სანქციები მუშაობს და თავის გავლენას ახდენს. კანონდარღვევის შემთხვევაში როგორია სანქციები, რომ გითხრათ, რამდენად მკაცრია ის? სამწუხაროდ გვიწევს სანქციების გამოყენებაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უპირატესი მიზანი სწორედაც რომ პრევენცია გახლავთ, თუმცა საკმაოდ მკაცრია სანქციები და ყოველწლიურადაც იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმა გახლავთ 300-დან 500 ლარამდე, თუმცა გაუფრთხილებელი მოპყრობით ტყეში ხანძრის გაჩენა ისჯება სისხლის სამართლის დანაშაული 4-დან 8 წლამდე გახლავთ თავისუფლების აღკვეთა. ამიტომ სანქციები საკმაოდ მკაცრია და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ უფრო და უფრო ნაკლებად მოგვიწევს ამის გამოყენება აუცილებლად ფაქტორი ნამდვილად უნდა გახდეს. დიახ, თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენო ისიც, რომ ჩვენ ვავტყობთ დადებით დინამიკასაც, თუნდაც ჩვენი დაკვირვებით მოქალაქეები უკვე ერთმანეთსაც კი მიუთითებენ, ხშირად შეგვხვედრია ასე, იმ წესების შესახებ, რომელიც უნდა დავიცვათ ტყეში ყოფნისას. კი ბატონო, ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ხომ ამ მიმართულებით. მშვენიერია. საინტერესოა, რომ ვისაუბროთ არა მხოლოდ კონკრეტულად ამ მიმართულებაზე, ზოგადად დღეს რა მდგომარეობაშია საქართველოში ტყეები, ძალიან დიდი სამუშაოს გაწევის შემდეგ ჩვენ გვახსოვს ძალიან მასშტაბური ხანძრები, განსაკუთრებით ბორჯომში. რა ვითარება გვაქვს დღეს? აღდგენის თვალსაზრისით როგორი სურათია? ორივე სიტყვით ვიტყვი თავად ხანძრებთან დაკავშირებით, რადგან მიუხედავად იმისა, თუ დავხედავთ სტატისტიკას, წელიწადში 70-80 შემთხვევა გვაქვს ტყის ხანძრის. ეს შეიძლება მსოფლიო სტატისტიკაში ძალიან მოგრძალებულად გამოიყურებოდეს, თუმცა ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. თან იმ პირობებშიც თუ გავითვალისწინებთ, რომ ტყის ხანძრები გახლავთ კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ესეთი მძაფრი ინდიკატორი, უარყოფითი გამოხატული, ჩვენ უნდა ველოდოთ სამწუხაროდ ამ შემთხვევების მატებასაც და ამისთვის მზადაც უნდა ვიყოთ, რადგან თქვენ ახსენეთ ორი მასშტაბური ხანძარი, ვიტყოდი რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბოლო 20 წლეულის განმავლობაში ბორჯომის ხანძარი, როდესაც 1000 ჰექტარზე მეტი მოიცვა ხანძარმა და ტყის ეკოსისტემას მიუხედავად იმისა, რომ იქ უამრავი შრომა და ძალიან ბევრი წლის შრომა ეროვნული სატყეო სააგენტოსი ჩადებული და საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს, უნდა ვთქვათ, მაინც სრულფასოვანი ტყის აღდგენას ათეულობით წლები სჭირდება და იქ იგივე ტყეს, რაც ხანძრამდე იყო, მხოლოდ 50-100 წლის შემდეგ ვიხილავთ სამწუხაროდ. კი ბატონო, გამოწვევებზე მინდა გითხოთ, გარდა ხანძრებისა უკანონო ჭრაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა რა შეიძლება დასახელდეს? დიახ, უკანონო ტყით სარგებლობა ჯერ კიდევ რჩება ჩვენს ქვეყანაში გამოწვევად. ამ კუთხითაც ვცდილობთ, რომ ორი მიმართულებით ვიმოქმედოთ. ერთი ეს გახლავთ სანქციების მუდმივი გამკაცრება და ამ კუთხითაც არაერთგზის გამკაცრდა, როგორც ადმინისტრაციული ჯარიმა, ისე უფრო სწრაფად დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვიდრე წინა შემთხვევებში, რადგან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება გარემოზე მიყენებული ზიანის გამოთვლა. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩავრთოთ ამ პროცესში, რაც გვაძლევს უკვე საშუალებას ტექნოლოგიური განვითარება და მონიტორინგი გაცილებით უფრო ეფექტური გახდეს, დაგვიზოგოს როგორც ადამიანური რესურსი, ისე დრო და სწრაფად მოხდეს მიკვლევადობა. მათ შორის ძალიან ეფექტურად მუშაობს ფოტოხაფანგები, საკმაოდ ბევრი ფოტოხაფანგია ტყეში განთავსებული, რასაკვირველია არ ვიტყვი კონკრეტულად მათი ლოკაციებს, თუმცა ჩვენი მეტყევეები, ტყისცველები ძალიან ეფექტურად იყენებენ ამ საშუალებებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში მსგავსად ხანძრის შემთხვევებისა, რასაც ნამდვილად ვატყობთ გაუმჯობესებას, ამ მხრივაც უფრო და უფრო ნაკლები სანქციის გამოყენება მოგვიწევს. კი ბატონო და ქალბატონია, ბოლოს ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ 2026 წლის მთავარი გეგმა, განსახორციელებელი რა არის თქვენი სააგენტოსი და ასევე მესიჯი ერთი ჩვენს მოქალაქეებს რას ეტყოდით, რომ გაუფრთხილდეთ დღეს? სააგენტოს მთავარ პრიორიტეტს ტყის დაცვა და აღდგენა
წარმოადგენს უკვე მრავალი წელია და ამ მიმართულებით მუშაობთ და ვცდილობთ რომ ყოველწლიურად გავზარდოთ ამ ღონისძიებების მასშტაბები და ეს წელიც არ არის გამონაკლისი 3000 ჰექტრამდე დამატებით ტერიტორიაზე მოხდება ტყის აღდგენა, ასევე მიმდინარეობს როგორც უკვე ვახსენეთ ტყის დაცვის თვალსაზრისით გაუმჯობესება ტექნოლოგიური გადაიარაღების თვალსაზრისით, იგეგმება ახალი კადრების დამატებაც ტყის თვალების და მეტყევეების კუთხით და ძირითადი გზავნილი მაინც ალბათ იქნება ის რომ მიუხედავად იმისა რომ ეროვნული სატყეო სააგენტო წარმოადგენს ძირითად სახელმწიფო უწყებას რომლის პასუხისგებლობაც არის ტყეების დაცვად მოვლადი შენახვა და პატრონობა ეს საქმე არ გამოდის თანადგომის და თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე და ამიტომ ვთხოვდი გახდნენ ტყის გულშემატკივრები და მეტი იფიქრონ და ჩვენი წელი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავიზიაროთ. ძალიან დიდი მადლობა დაიცავი ტყეში ქცევის წესები, სწორედ ეს არის მოწოდება, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ნათია იორდანიშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი.